საახალწლო პროგრამის ფარგლებში საჩხერეში საზეიმო კონცერტი გაიმართა ღიაცის ქვეშ პატარების განწყობის შესაქმნელად ბავშვთა ანსამბლებმა საახალწლო თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ანსამბლებმა, სხივებმა, ელეგანტმა და ნამცეცამ საზეიმო სიმღერებთან ერთად სამეჯლისო ცეკვებიც წარმოადგინეს. გამომსვლელებმა თანატოლებს ახალი წელი მიულოცეს და ლექსებიც წაიკითხეს. ღონისძიება ინტელექტუალური პროექტის შესანიშნავი შედეულის ყოფილ წამყვანს მარიამ თაბაგარს მიყავდა. ველოდებოდით სამინისტროდან თოვლის ბაბუას და სტუმრებს, როგორც ხედავთ, ჩამოვიდნენ. ბავშვებისთვის იყო ღონისძიება მოწყობილი, იყო ბევრი მხიარულება, ძალიან გაიხსნენ ბავშვები და მე მგონი ნამდვილად შევქმნით საახალწლო განწყობა. კონცერტის ბოლოს თავისუფლების ქუჩაზე შეკრებით საზოგადოებას თანდაყოლს იწვია. თოვლის ბაბუა საჩხერეში კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩამოვიდა და პატარებს საჩუქრები დაურიგა. ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა ღონისძიება და ძალიან კარგია. მეც კარგი განწყობა მაქვს ახალ წელთან. საახალწლოდ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს. მიულოცავ საჩხერეს, ასევე სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს და უსურვებ, რომ ეს წელი ყოფილიყოს სიკეთის, ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის და ჯანმრთელობის მომტანი და რაც თავარია გამთლიანების დასაწყისი ყოფილიყოს. Რამდენი ლამაზი ბავშვი და ბედნიერი სახე ერთად არასოდეს არ მინახავს. ყველას მინდა მიულოცო დამდეგი 2014 წელი და ვისურვო საოცნებო საქართველოში, ახდენილი ოცნებების საქართველოში ცხოვრება. საჩხერის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.